Мы находимся на нашем строительном объекте номер 3 под космодром Колхида, консорциум «Космические технологии». Будут взлетать космические аппараты. Идем на стройку, наш космодром, запускать эти же спутники в космос. ასეთი იქნება კოსმოდრომი კოლხიდა და თუ გამოიცნობთ, სად უნდა აშენდეს. And the shuttle has cleared the tower. Космодром Колхида. Грузия, это Грузия. მეც აქ ვიმყოფები ახლა, მომავალი კოსმოდრომის ტერიტორიაზე. ბევრი რომ ვიფიქროთ, მაინც ვერ მიხვდებით ეს რა ადგილია. ამიტომ აქვე გეტყვით, გურიაში ვართ ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში. და აქ კოსმოდრომს რუსეთის მოქალაქეები აშენებენ. Да, я слушаю. Здрасте. Меня зовут Ия. Можно войти? Зачем? Мы журналисты, мы делаем репортаж. Я хочу поговорить с вами. Вы знаете, что здесь должно быть? Вы знаете, проблема в том, что мы здесь просто наемные работники, и мы тут мало что знаем. И мы знаем, что здесь идет судебный процесс между нашим нанимателем, работодателем и сособственником. Понятно. Я просто здесь сторож собак. Неважно, кто я на самом деле, да, ну в смысле, чем я занимаюсь, там профессия. Но мы просто иммигранты, и здесь мы просто наняты. Что... А где владельцы? Можно с ними поговорить? Владельцы не находятся в Грузии, они в ЕС. მათი კოსმოსური გეგმების უკან თაღლითობის, ტყუილისა და რუსულ მთავრობასთან თანამშრომლობის ამბავი იმალება. შუხუთში კოსმოდრომს მარია და იულია არხიპოვები აშენებენ. საქართველოში 2022 წლის დასაწყისში ჩამოვიდნენ. ბიზნესის დასაწყებად გურია აირჩიეს და გელა ზოიძეს დაუკავშირდნენ, სავაჭრო პალატის გურიის რეგიონული ოფისის დირექტორს. გელა იყო შუამავალი იმ გარიგებაშიც, რომლითაც არხიპოვებმა კოსმოდრომისთვის საჭირო მიწა ხელში ჩაიგდეს. ადრე ამ მიწაზე საკონსერვო ქარხანა იდგა, სადაც ციტრუსის კონფიტიურს ამზადებდნენ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაჰქონდათ. ამ 9 ჰექტარ მიწას და მასზე განთავსებულ 6 შენობას შეპესე ლიმონი ფლობს. 1999 წლიდან მოყოლებული კომპანიას 4 ქართველი მფლობელი ჰყავდა. გელა ზოიძემ არხიპოვები მათ 2022 წლის ზაფხულში გააცნო. სულ თავიდან რო დავიწყოთ ქავოტონდარიდან, სულ თავიდან როგორ მოვიდნენ ესენი თქვენთან და როგორ აღმოჩნდნენ საერთოდ თქვენი კომპანიის წილში. გელა ზოიძის მეშვეობით მოხდა ამ ხალხის დაახლოება თამაზ იმნაიშვილთან. ამ თამაზმა იმნაიშვილმა გადაწყვიტა, რომ რაღაცა ეს ხალხი ამუშავებდა ამ გაჩერებულ წარმოებას, ამ წარმოების მოგება ჩვენ გვექნებოდა განაწილებული პროცენტების მიხედვით, ეს არ შეძლო. ამიტომ ეს კაცი მოატყვიეს. მოტყვილებამდე წავედით ნოტარიუსში. ნოტარიუსში დაიწერა ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებაში ეწერა ის, რომ ამ რუსებს ანგარიშზე ქონდა, ესე იულია არხიპოვას და იმას კიდო მეორეს, ქონდა ანგარიშზე 3 მილიონ ნახევარი. ამ 3 მილიონ ნახევრიდან ჩვენს წარმოებაში უნდა ჩარიცხულიყო 2 მილიონ ნახევარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა წარმოების გაფართოებას, გაფართოებას, გარემონტებას, გაფართოებასა და წარმოების ჩართვას, ამუშავებას. მოვაწერეთ ხელი, არ იყო ცუდი აზრი, რომ წარმოება გაფართოვდებოდა, აშენდებოდა, გალამაზდებოდა და თან იმუშავებდა. სანაცვლოდ, ძველმა მეწილეებმა არხიპოვებს უსასყიდლოდ გადასცეს კომპანიის წილების 59%. გელა ზოიძეს კი 2,55 მეასეთი. მოგვიანებით კომპანიის ძველ და ახალ მფლობელებს შორის დაპირისპირება დაიწყო.
არხიპოვები მათგან მოითხოვდნენ, რომ არ ჩარეულიყვნენ საწარმოს მართვაში და აღარც საწარმოს ტერიტორიაზე უშვებდნენ. ოფიციალურ დოკუმენტში კი ჩაუწერეს, რომ არხიპოვებმა თავიანთი გონებრივი შესაძლებლობები $30 მილიონ თავადვე შეაფასეს და ეს იყო მათი ინვესტიცია საწარმოში. ასე წაართვეს არხიპოვებმა ქართველ მოხუცებს ქონების ნახევარი. არ მითქვია, მაგრამ სასწავლო ვამბობ. ეხლა მივედი რაღაცაზე საქმე არ შეგვიშენში. რო შევედი და მესი 7 რუსი და გარეთ მეუბნება. გამოიძახენ სასწრაფო. პოლიცია გამოიძახა და სასწრაფო ექიმს შეუნება ავათავოთ ამაზე და გაშინჯეო. შეროცანი მოვითხოვე რომ ფსიქოლოგიურად ავათავო. ავათავო და გაშინჯეო ექიმს. პარალელურად მოვიდა პოლიციაც. და გაიყვანეთ აქედან წარმოებიდან გაიყვანეთ. ამის შემდეგ კიდევ შეიძლება ამ თემაზე ლაპარაკი რომ დედა შეაგინა ამას, დედა შეგიძლია დედამის საფლავზე მივიდა და ამან ბოდიჩი მოუყარა. სულ გავხდი საფლავზე გავედი და თქვენი ჭირი მე რა. მართლა შეასრულებდა ირუსი. დიდი ხანი გავიდა ზოგიერთი რაღაცები არ გვახსოვს, არა თავარი ის არის რომ თქვენ ყურადღება გაამახვილოთ რატომ შეცვალა ხელშეკრულება ემარა. ხელშეკრულება მომწეს 4-5 დღის შემდეგ, ერთი კვირის შემდეგ. დაბნეული ვარ ბრინჯის კაკალივით რა. და ეს რო კოსმოდრომის მშენებლობას აპირებენ და არა ამისას, ეს გაიგეთ ხალხისგან როდის დაახლოებით? დაახლოებით გევიგი ასე 5-6 თვის მერე. მაგინს არავითარი კონსერვი არ უნდებიან რომ აგი გაკეთება მაგისო. მაგინი არაფერთ აღთuliდნენ ჩვენ უკვე, ჩვენ არაფერი აღარ ვიყავით უკვე. არც გველაპარაკებოდნენ. და შევეკითხოთ ნოტარი თამაზივნაიში რომ დაიგო მოაწერა ხელი ინტელექტის წადებაზე 30 მილიონზე ლაპარაკი. კარგოიწერეთ 30 მილიონად შეაფასებთ. ხელი ამოწავდებ ამდენს. ამაზე მოაწერეთ ჩვენ ხელი. და აგი მოაწერენ, ხელი ამ დებილებმა მის ტვინზია რა, ტვინი ნახე მაგინის გამხმარი. მაგინით რომ 30 მილიონად კი არა, საერთოდ თუ არ გა რომელიმე მაგის ინტელექტი მოაწერდი ხელ როგორ ფიქრობთ თქვენ? მე ინტელექტი და ინტელექტი მოაწერდა ხელ, ფულზე მოაწერეთ ხელ, რომ მაგით 2 მილიონი ახევათ. ელემენტარული რაღაცა. ძველ მფლობელებს ჩვენ მოვუყევით, რომ არხიპოვები ამ ადგილზე კოსმოდრომის აშენებას აპირებენ. მანამდე მსგავსი რამ მხოლოდ ჭორებად ესმოდათ. რუსებს მათთვის ეს ამბავი არასდროს უთქვამთ. ეს არის სუპირველი, ანუ მაკეტი, რის გაკეთებას აპირებს აქ. აი გააკეთე რუსეთში ავდარებათ აღარა. აი რასაც ჩან აგის გაკეთება უნდა ყველაფრის აქანე? აი მაშინ აი მიწები უღია ყველა. იქ კუბოებია მაგინის? და შემდეგ აქ წერს ვიდეოებ. Русский район. აი სადაც амбობს რომ ეს რუსული რაიონი იყო. ჩვენ სახლი აჩენეზე. Я так понимаю, во времена Гамсахурки они массово отсюда уехали, побросали свои дома. Вот такой, можно сказать, символизм. აქაც ამბობს რომ ჩვენო ვიყიდეთო ძველიო საბჭოთა ქარხანაო რომელსაცო ეხლაო რეკონსტრუქციას ვუკეთებთო იმისთვის რომ გახდეს ამ დრონების და კოსმოსური კი ამბობს რომ იყიდა ასე იწერება რუსეთში ვიყიდეო ასე ამბობს ვიყიდეო ხედავ შე პოლის მოუწია ჩვენთვის არა კოსმოდრომი კოლხიდა ასე აცნობს, ანუ სახელი ეგრე დაარქვა, რომ ესო იქნებაო ტერიტორია კосмодроми კოლხიდაო. Мы приобрели старый советский завод, сейчас его реконструируем, сейчас, как говорится, делаем все, приводим в порядок, приводим в современный вид, то есть проводится модернизация. Вот в этом ангаре мы его полностью переделаем, современным, будет собираться станция «Мир», она уже собирается, частично уже есть элементы ее, но вот здесь вот как раз будет основная ее сборка. И недалеко как раз вот космодром Колхида, с которого мы будем запускать все элементы станции. რა კავშირი აქვს კოსმოსურ სადგურს, რუსეთის მთავრობის პრავფონდს, რუსეთის პრეზიდენტობის მსურველ ტრანსგენდერ კანდიდატსა და ლალი მოროშკინას მალე გაიგებთ. ახლა ნამდვილად უნიკალური მომენტია, როცა შესაძლებელია მოლაპარაკება მოქმედ ადეკვატურ მთავრობასთან.
ტერიტორიების დაბრუნება რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების სანაცვლოდ არის რეალისტური პოლიტიკა, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა. რუსებს უნდა ჰქონდეთ დიპლომატიური დაცვის სტატუსი. საქართველოში მოსახლეობის 80%-ზე მეტი რუსულად საუბრობს, ამიტომ გონივრულია რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადება. ევროკავშირი და ნატო ჩვენ შემთხვევაში მიუღებელია. ჩვენი ამოცანები მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან არის დაკავშირებული. ყველაზე ცნობილი რუსული დასახლებებია: გრიგოლეთი, შეკვეთილი, ურეკი, მალთაყვა და ფოთი. ეს ამონარიდებია იმ 600-ზე მეტი წერილიდან, რომელიც არხიპოვებმა რუსულ პრავფონდს ბოლო 10 წელში გაუგზავნეს. ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო მედიას OCCRP-ს ხელში ჩაუვარდა პრავფონდიდან გამოჟონილი ინფორმაცია და ეს წერილებიც იქ ვიპოვეთ. მიმოწერებში არხიპოვების მიერ გაგზავნილი ვრცელი ანგარიშებიც, რომელსაც პრავფონდი რუსეთის განათლების სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აგზავნიდა. ალბათ გაინტერესებთ რა არის ეს პრავფონდი და რატომაა ამ ამბავში მნიშვნელოვანი მოთამაშე. ვიდრე ამას მოგიყვებით, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გამომძიებელ ჟურნალისტებს თქვენი დახმარება ახლა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. როგორ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ? მაგალითად, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააზიარეთ ჩვენი ვიდეოები, ან შეგიძლიათ ფინანსური დახმარებაც საიტზე შესვლით და თანხის გადმორიცხვით. დეტალურ ინსტრუქციას ვიდეოს აღწერაშიც იპოვეთ. აქვე გეტყვით, რომ არხიპოვების ამბის უფრო ვრცელ და დეტალურ ვერსიას ჩვენ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნახავთ. ახლა კი პრავფონდს დავუბრუნდეთ. თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი 2012 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამთავრობო სტრუქტურების მონაწილეობით შეიქმნა. ფონდის მიზანი ოფიციალურად რუსული დიასპორებისა და საზღვარგარეთ მყოფი რუსების სამართლებრივი დახმარებაა. არაოფიციალურად კი ფონდი სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული და კრემლის მიზნებს ემსახურება. ის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია და რუსულ რბილ ძალას წარმოადგენს ევროპაში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინასა თუ ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ფონდი 2023 წლიდან სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ. პრავფონდი აფინანსებს ადვოკატებს და ანაზღაურებს საზღვარგარეთ რუსების სამართლებრივი დაცვის ხარჯებს, აწარმოებს საინფორმაციო კამპანიებს და დიპლომატიურ მხარდაჭერას, მოქმედებს რუსეთის საელჩოებისა და კულტურული ცენტრების მეშვეობით. ესტონეთისა და ლატვიის დაზვერვის სამსახურების ცნობით პრავფონდი რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ინსტრუმენტია. იგი აფინანსებს ეგრეთ წოდებულ სამართლებრივი დახმარების ცენტრებს და პრორუსულ ტელეგრამ არხებს ამ რეგიონში. OCCRP-სა და ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2025 წლის მაისში გამოქვეყნებულმა ერთობლივმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ პრავფონდი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აფინანსებდა კრემლთან დაახლოებულ პირებს, იურისტებს, პროპაგანდისტებსა და აგენტებს. დავუბრუნდეთ რუს არხიპოვებს და გავერკვეთ, რა აკავშირებთ მათ ფონდთან. მარია 46 წლისაა. იულია 45-ის. გურიაში მათ დებადი ცნობენ, მაგრამ ვენ ესენი რომ მოვიდნენ თავიდან, სუთავიდან, რა იცოდით, ვინები იყვნენ ერთმანეთის? ანუ სოლხმარის მეგონა მართალი გითხრა, არ დაგიმალო. არ დაგიმალო, მეგონა, უამრავი რაღაც მეგონა, ერთ მეგონა თორემ. ეხლა შეჭუp რაღაცებზე. მარია არხიპოვა იყო მანამდე ევგენი არხიპოვი. ანუ 2013 წლამდე მარია არხიპოვი იყო ევგენი არხიპოვი, ცნობილი იურისტი რუსეთში. ეს ერთი და იგივე ადამიანია. და 2018 წელს იყო პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთში. პრეზიდენტობის. მე ვერ დარეგისტრირდა საბოლოო ჯამში ფინანსური ამბავის გამო. და ნუ ესე გააგრძელა ადვოკატობა, ადვოკატი იყო 2019-ში დაინტერესდა კოსმოსური ამბებით და მას შემდეგ ამ კოსმოსურ რაღაც ინდუსტრიაში არის. ეს არის ეს ხო? კი. სწორედ მარიას არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო დაინტერესდა მათთან თანამშრომლობით პრავფონდი. მაშინ არხიპოვები რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვითა და აქტივიზმით იყვნენ დაკავებული. მარიამ სქესის შეცვლამდე, როცა ჯერ კიდევ ევგენი არხიპოვი იყო, მეუღლესთან ერთად შექმნა რუსი ადვოკატების ასოციაცია ადამიანის უფლებებისთვის.
სწორედ ამ ორგანიზაციით დაინტერესდა პრავფონდიც. ფონდის თანამშრომლების შიდა მიმოწერაში ვიპოვეთ ასეთი ჩანაწერი. ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ რუსეთი მუდმივად აკეთებს ანგარიშებს და ღონისძიებებს შიდა მოხმარებისთვის, რომელსაც საერთაშორისო პლატფორმებზე სერიოზულად არ აღიქვამენ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მათი, იგულისხმება მარიას და იულიას ორგანიზაცია, დახმარებით საბოლოოდ ვიპოვით ამ პრობლემის გადაჭრის მექანიზმს. არხიპოვას მიერ შექმნილ ადვოკატთა ასოციაციას პრავფონდმა მინიმუმ 2 გრანტი მისცა. ჯამში 72,000 ევროს ოდენობის. ამ პროექტების მიზანი იყო უკრაინაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიშების მომზადება და საჭირო ხარჯების გაწევა. 2014-16 წლებში არხიპოვების ორგანიზაციამ მართლაც მოამზადა ანგარიშები უკრაინა-რუსეთის ომში ადამიანის უფლებათა შესახებ. ისინი კრემლის ინტერესებთან თანხვედრაში იყო. კერძოდ, უკრაინის მთავრობა ნეონაცისტებად იყო მოხსენიებული, ხოლო რუსული აგრესია გამართლებული. თითქოს რუსეთი ყირიმში შეჭრის დროს ეთნიკურ რუსებს იცავდა. ამავე ანგარიშში არხიპოვა წერდა, რომ უკრაინელები ყირიმში რუსებს დევნიდნენ. ეს ანგარიში წარდგენილი და ნახსენები იყო გაეროშიც. გაერომ ამ ანგარიშში მოცემული ინფორმაციის დასაზუსტებლად უკრაინაში სპეციალური გამოძიებაც კი დაიწყო. როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო პრავფონდის მიზანიც. არხიპოვები ახლა საქართველოშიც იმავეს აკეთებენ. პრავფონდისთვის გაგზავნილ ანგარიშებში მარია არხიპოვა წერს, რომ რუსების წინააღმდეგ ოპოზიციისა და მაიდნის დამგეგმავი ჯგუფისგან მიზანმიმართული პროვოკაციები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ძირძველიერი საქართველოში რუსებია. რუსეთის დიპლომატიამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. რუსულ ენას უნდა მიენიჭოს ოფიციალური სტატუსი, უნდა გაიხსნას რუსული სკოლები. რუსებს უნდა ჰქონდეთ დიპლომატიური დაცვის სტატუსი. სხვა შემთხვევაში საქართველოს დაბრუნებაც ისე მოგვიწევს, როგორც ახლა ვაბრუნებთ უკრაინას. ამბობს არხიპოვა რუსული მედიისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში. არხიპოვები რუსეთის მთავრობას იმ რუსების შესახებაც უგზავნიან ინფორმაციას, ვინც საქართველოში ცხოვრობს და რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგია. Hello, is it Yulia Arkhipova? Грузинские журналисты разговаривают на английском. Что, не на русском-то разговариваете? Уже должны были все выучить. Sorry? Я сколько лет в Грузии-то живу? Sorry? 3 года, уже 4. Чего мы еще русский-то не выучили? Why should I learn Russian? And why should I speak with you? Русский-то не выучили. А что вы тогда отвечаете мне? Значит, понимаете, что ли? Why should I speak with you in Russian? А, Б, В, Г, Д, Е, Ё, Ж, З, И, Ш. I know Russian, but I don't speak with you in Russian, okay? I have a questions with you. I will send them on WhatsApp and please return your answer. 2 საათში პასუხები გამოგვიგზავნეს. მანამდე კი Facebook-ის პოსტი მოგვიწყვნეს. არ უარყოფენ, რომ პრავფონდთან 12 წელია თანამშრომლობენ. ეს შესანიშნავი და პატიოსანი ხალხია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვეტერანები. იდეით ახლობლები ვართ. კომუნიზმის მხარდამჭერები. ასე ახასიათებენ არხიპოვები პრავფონდს. არხიპოვებს ისიც ვკითხეთ, რატომ აგზავნიდნენ პრავფონდში ანგარიშებს, სადაც რჩევის სახით უწერიათ, რომ საქართველოში რუსული სახელმწიფო ენად უნდა გამოცხადდეს და აქ რუსული ჯარი დადგეს. რაც შეეხება რუსული ჯარების განლაგებას, ეს ჩემი პოლიტიკური პოზიციაა. საჯაროდ სოციალურ ქსელებში გამოვედი ინიციატივით რუსეთსა და ევროკავშირს შორის კონვერგენციის შესახებ. ისტორიულად, რუსეთი იყო საქართველოს დამცველი თურქეთისა და ისლამური სამყაროსგან. საქართველო შედის ევროკავშირში. რუსეთი ამას ხელს არ უშლის. იმ პირობით, რომ განლაგდება რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოში. ამავდროულად, რუსეთი ხელს არ უშლის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტეგრაციას საქართველოში. სანაცვლოდ, საქართველო არ შედის ნატოში. მთელი პროცესი მიმდინარეობს ადამიანის უფლებების და ხალხების სუვერენიტეტის პრინციპების დაცვით. რუსეთი არ ერევა შიდა საქმეებში, გარდა მასობრივი არეულობებისა, რომლებიც რუსების გენოციდითაა განპირობებული.
რუსული ენა ეს არის ენა, რომელზეც საუბრობს საქართველოს მოსახლეობის 90%. რუსებისთვის ეს მშობლიური ენაა. ნორმალურია, რომ რუსულს მიენიჭოს ოფიციალური სტატუსი საქართველოში. მსგავსი პრაქტიკა არის ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. გურულებისთვის მიწის წართმევაზე კი გვიპასუხეს, რომ მათი მხრიდან არავითარი თაღლითობა არ ყოფილა და ძველი მფლობელების სიბრალულის გამო დათანხმდნენ ამ გარიგებას, თორემ თავად სხვა მიზნები ჰქონდათ. იულია და მარია ახლა საქართველოში არ არიან. არ ვიცით დაბრუნდებიან თუ არა. ერთხელ რო ვკითხე საფრანგეთშიო ასე თქვეს. იმიტომ რომ ის მაღალი ერთი პერიოდი მართლაც ცუდად გახდა და სულ ექიმებში დადიოდნენ. მარიაზე საუბრობ ხომ? ხო და მე ვთხარი სამეთი ესე როგორ გაქრით როგორ წახვედით ნიაჟიდანაო უცბათო ცუდარი ყო ძალიან და მოულოდნელად მოგვიწიაო წამოსვლაო. საქართველოში აღარ აპირებენ დაბრუნებას? ეს არ კი მე მგონი კი ეს არ ვთქვამთ რომ ჩვენ გავიქეცით და არ ვაპირებთ ჩამოსვლას ან არ შემოგვიშვეს ან რაღაცა არ ვთქვამთ მაგრამ ანუ საკუთარი ნებით დატოვეს ქვეყანა ხო? ხო აი ესე ვიცი და ჩემთვის არც ვთქვამთ ხო გითხარი წასვლის წინ რატო არ მიცეს არის გარდა ანგარიშების გაგზავნისა და რუსეთის მთავრობისთვის ინფორმაციის მიწოდებისა, არხიპოვები საქართველოშიც ეწევიან საადვოკატო მომსახურებას. ბრავფონდს ერთხელ მიწერეს, რომ ლალი მოროშკინა მათი კლიენტია და დაეხმარნენ, რადგან მისი შეხედულებების გამო ავიწროებდნენ და თავდასხმების მსხვერპლიც იყო. წერილში არხიპოვები ბრავფონდს თხოვდნენ, რომ მოროშკინას რუსეთიდანაც დახმარებოდნენ. ამ ამბის გადასამოწმებლად დავუკავშირდით ლალი მოროშკინასაც. Алло. გამარჯობა, ქალბატონ ლალის ვესაუბრები. დიახ, ისმენთ. თქვენ არხიპოვებს 2023 წლის მარტში იურიდიული დახმარებისთვის დაუკავშირდით. გახსოვთ ეს ამბავი? დიახ. არქიპოვებს? დიახ. რისთვის უნდა დავუკავშირო? ვიხსენებ, ვიღაცა იყო ორი ქალი. დიახ. სადღაც ცხოვრობდნენ გურიაში. დიახ. მე მგონი საერთოდ ზვერავები იყვნენ. შევხვდი მაგათ კანაპეში. დიახ. ხო და მთხოვეს რომ ციტატე თქვენი ტელეფონია შეიძლება ავიღოთო და მე რაღაცა ისეთ ცისულელები აკეთეს რომ მე ასეთი ყველა კონტაქტის მერე მივდივარ და სულში განცხადებას ვაკეთებ იმიტომ რომ ვთვლი რომ ეს აუცილებელია ქვეყანა რომელიც მაინც იმ ქვეყანასთან არ იმყოფება ნორმალურ ურთიერთობაში ვინ შემოდის რომელი პროვოკატორი რა გეგმაში გაცმარიცის ხო თქვენ მალევე გააკეთეთ სუსთან ეს განცხადება ეგრევე ხო და სუსმა მითხრა რომ ჩვენ მივაქცევთ ყურადღებასო და დიდი მადლობა ტელეფონი მივეცი ქართული კარტით ჰქონდა ციმბარათით ამ მაშინ მაგათ ეს ტელეფონები და თქვენ აღარ მოგიკითხავთ ეს ამბავი სუსთან არა არ მომიკითხავს ახლა სულს რო აძლევ ინფორმაციას თუ თქვენ საჭიროდ განიხილავენ თუ არ თქვენ მაგრამ ახლა ამის გაგრძელება გავიგე ოპერაციო მოკლედ ეს რომ ჩემთან არაფერი არ გამოუვიდათ და მე სადღაც 5-6 სტატუსი რომ ვნახე ამ ქალის დადებული ძალიან ცუდ რაღაცებს წერდა ქართველებზე ჩემგან ალბათ თქვენ ანუ ეს ეჭვი გაგიჩნდათ რომ ეს მარია და იულია შეიძლება სპეცსამსახურებიდან ყოფილიყვნენ მე ხო ასე მგონია მე რაღაც გიჟები რო არ არიან ფაქტია რომ იგიჟიანებენ თავს მაგრამ ახლა საბოლოო მიზეზი ეს უკვე სუსის პრეროგატივაა და ღმერთვიჯული გადაცემული მაქვს ყველას კოორდინატი სუსისგან ინფორმაციის მიღება ვცადეთ თუმცა უშედეგოდ არა ლანჩხუთი სანოტარო კანტორაში მისული და იმან მერე დაკავშირე იქიდან გამოვიდა რომ აქ ჩვენ დავყარებოდი ასე ვეხმარებოდი ჩვენ საწარმოებს კოოპერატივებს ცირემეცარენსო მოეზადებინა დოკუმენტაცია სარეგისტრაციო თუმცა გარკვეული პრობლემები მე მაგათ შეექმნათ იმ მომის გამო რომ ეთქობა ინვესტიციები როგორც უნდა მოეზიდათ ჩამოეტანათ რა ვიცი ახლაც ისე გამოდის რომ რა თქმა უნდა უატყუეს ახლა ხოდა ისეთი გამოვიდა რომ ეხლა ფაქტიურად ყველა ფიქრობს რომ ამ დროს ეხლა ყველა მართალია და აუ ვინ გაგვაცნო და საიდან მოვიდა მე რა ვიცი ეხლა ზედა ადამიანები საქართველოს შემოდიან მოდიან მუშაობენ თანამშრომლობენ რაღაც ოფიციალურ სტრუქტურებთან მაშინ ეხლა მე საიდან შევამოწმებდი მე რამდენადაც ვიცი ისინი სამშობლოში უნდა იყვნენ უკან დასრულები რა ვიცი რა აქეთ საქართველოში მე არ ვიცი სანახე შეოჯახაშენებულო აი ხალხი სანახე არა სანახე სადა
მართლაც და სად ვიპოვეთ ეს ხალხი? და ასეთი ამ ქვეყანაში კიდევ რამდენია შემოსული, რომელიც არ ვიცით რას აკეთებს ბიზნესის საფარქვეშ, რა ინფორმაციას აწვდიან რუსეთის სპეცსამსახურებს და რას გვიმზადებენ ზურგს უკან.